საღამოშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტ ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმიშვილი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები დაიკავე უოლ-სტრიტს უერთდებიან. რას ნიშნავს ეს მოძრაობის მომავლისთვის? ფესტივალი, რომელსაც $1 მილიარდი შემოსავალი მოაქვს ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ახალ ორლეანში მარდი გრასთვის ემზადებიან. შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში სამოქალაქო მოძრაობის ვეტერანები დაიკავე უოლ-სტრიტის აქტივისტებს შეუერთდნენ. ახალმა კოალიციამ მე-20 საუკუნის სამოქალაქო მოძრაობის დროინდელი პოპულარული სიმღერების თანხლებით ცენტრალური ბანკის შენობასთან აქციები პირველად გამართა. როგორ გაგრძელდება შეერთებულ შტატებში დაიკავე უოლ-სტრიტის საპროტესტო მოძრაობა. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ვაშინგტონში ცენტრალური ბანკის შენობასთან შეიკრება. ისინი საკუთარ თავს დაიკავე ოცნების მოძრაობას უწოდებენ. მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად ისინი ეკონომიკური სამართლიანობისთვის იბრძვიან. სტივენ სმიტი სოციალური სამართლიანობის მოძრაობის აქტივისტია. მარტინ ლუთერ კინგისთვის პატივის მისაგებად დაიკავე უოლ-სტრიტის მოძრაობას შეუერთდა და ტრადიცია გავაგრძელოთ. დაიკავე ოცნების მოძრაობის და დაიკავე უოლ-სტრიტის კოალიცია შავკანიანი სასულიერო პირების კავშირის წევრებით შეუერთდნენ, რომლებმაც საპროტესტო აქციებით ცენტრალური ბანკის შენობებთან ამერიკის 13 ქალაქში გამართეს. მოძრაობას რამდენიმე მოთხოვნა აქვს. გაიზარდოს საუნივერსიტეტო გრანტების ოდენობა, კრედიტით ნაყიდი სახლების მფლობელებს გადაუვადონ დავალიანების გადახდა და უოლ-სტრიტის ბანკებმა $100 მილიარდი დააფინანსონ ახალი სამუშაო ადგილების პროგრამა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჯამალ ბრაიანტის განცხადებით ეს მხოლოდ დასაწყისია და მოძრაობამ ყოველთვიურად უფრო მეტი აქცია უნდა გამართოს. მოძრაობის გააქტიურება 14 თებერვლის შემდეგ დაიწყება. ბრაიანტმა მილიონამდე ამერიკელს მოუწოდა თავისი დანაზოგები კორპორატიული ბანკებიდან ადგილობრივ მცირე ბანკებში გადაიტანონ, რათა ეს თანხები საზოგადოების საჭიროებისთვის დაიხარჯოს და არა ბანკირების გასამდიდრებლად. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ დედაქალაქში პატარა ბანკების და საკრედიტო გაერთიანების გავლენა გავაძლიეროთ, რათა მათ საკუთარი ხმა ჰქონდეთ. ამერიკა აქამდე არნახული ეკონომიკური რევოლუციის წინაშე დგას. ბრაიანტი ამბობს, რომ დღესაც ასევე აქტუალურია 40 წლის წინანდელი პრობლემები, როგორც მარტინ ლუთერ კინგის დროს იყო. 1968 წელს დოქტორი კინგი სწორედ ამ იდეალებისთვის ბრძოლა შეეწირა. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია უკვე განახლებულ ფორმატში. ჩვენი მასალების, ინფორმაციის და მოპოვებული ანალიზის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტში მისამართზე www.amerikiskhma.com. აქ თქვენ გელოდებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მომხდარი საინტერესო ფაქტები. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ჩვენი ვებგვერდის ნახვა. ის თქვენ მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. ამერიკაში ადგილობრივი მთავრობები მოსახლეობას მანქანის ნაცვლად ველოსიპედით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. ეს არა მხოლოდ საავტომობილო საცობების აცილებას, არამედ გარემოს დაცვასაც შეუწყობს ხელს. ვაშინგტონსა და მის გარეუბნებში ველოსიპედებით სარგებლობა კიდევ უფრო გაადვილდა. ეს ვაშინგტონში მდებარე ველოსიპედების გაქირავების ერთ-ერთი პუნქტია. ველოსიპედის გამოყვანა აქ ძალზე მარტივად ხდება. ავტომატში ჯერ საკრედიტო ბარათს ჩადებთ, შემდეგ კი წევრობის სახეს აარჩევთ. სისტემა ჩეკს გამოწერს, რომელზეც ველოსიპედის გამოსაყვანი კოდია. კოდის შეყვანისთანავე მწვანე ღილაკი ინთება და ველოსიპედი თქვენია. ველოგაქირავების ხშირ მომხმარებლებს ინდივიდუალური პლასმასის ბარათები აქვთ. მათი დაბრუნება კიდევ უფრო ადვილია. ველოსიპედი ნებისმიერ მსგავს პუნქტში უბრალოდ უნდა დააყენოთ. ვაშინგტონის ხელისუფლებამ პროგრამა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო. დღეს ქალაქში უკვე 134 სადგურია, რომლებშიც 1100 ველოსიპედი დგას. ძალიან მომწონს. სკოლაში ყოველდღე ამით დავდივარ. კრის ჰოლბანი ველოგაქირავების პროგრამის დირექტორია. მომხმარებელს რამდენიმე სახის წევრობას ვთავაზობთ, ამბობს ის, ერთდღიან, სამდღიან, ერთთვიან თუ წლიურ წევრობას. ბატონი ჰოლბანი აღნიშნავს, რომ გახსნის დღიდან ყველაზე მეტად ერთწლიანი წევრების რაოდენობა გაიზარდა. უკვე 20,000 ერთწლიანი წევრი გვყავს. ამას გარდა ველოსიპედებს დაახლოებით 90,000-მდე ადამიანი იყენებს. ტურისტი იქნება ეს თუ ქალაქის მკვიდრი. პირველივე წელიწადს ველოსიპედების გაქირავებამ 1 მილიონს გადააჭარბა.
ბატონი ჰოლბანი ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით ველო გაქირავებამ ქალაქს სულ ცოტა 50,000-მდე მანქანით მგზავრობა მოაკლო. განვითარებად სამყაროში ველოსიპედი სიღარიბის ატრიბუტად ითვლება. მანქანა კი ფუფუნების საგანია. ჰოლბანს ამ სტერეოტიპის დანგრევა სურს და ამბობს, რომ ქალაქის ნაკლებად დაბინძურებისთვის ტრანსპორტის ამ ჯამრთელი სახის გამოყენება ლამის ეროვნული გმირობის ტოლფასია. მოხალისეები გვჭირდება პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში წარმატებული ადამიანები, რომლებიც ველო გაქირავებას რეკლამას გაუკეთებენ. ეს ხომ ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ჰაერიც მანქანის გამონაბოლქვით ნაკლებად ბინძურდება. მუნიციპალიტეტების დახმარებას გვჭირდება, მათ მგზავრობისთვის უსაფრთხო მოძრაობა უნდა უზრუნველყონ. ვაშინგტონის ველო გაქირავების პროგრამას მიმდებარე ქალაქი არლინგტონიც შეუერთდა. ის ალექსანდრიასა და მონტგომერის ოლქშიც დაამტკიცეს. ასე რომ 2012 წელს ვაშინგტონის გარეუბნებს კიდევ 288 ახალი პუნქტი და 2800 ველოსიპედი დაემატება. მაია კვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ყოველწლიური მარდიგრას ფესტივალი ამერიკის ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს ქალაქ ახალ ორლეანში თებერვლის თვეში იმართება. თუმცა ფესტივალისთვის მზადება სექტემბერში იწყება. როგორ ემზადებიან ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქში პომპეზური სანახაობისთვის და როგორ ახერხებს ქალაქი ამ ღონისძიებით $1 მილიარდის მოზიდვას. მარდიგრას ფესტივალი ახალ ორლეანში რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა დღესასწაულის მომზადებას ორგანიზატორები მთელ წელს ანდომებენ. თებერვალში დაგეგმილი დღესასწაულის წინ მსახიობები და მხატვრები ახლა აქტიურად ემზადებიან. მარდიგრა ფრანგულ ენაზე სქელ სამშაბათს ნიშნავს. სადღესასწაულო პერიოდი ყოველწლიურად 40 დღიანი დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მთავრდება. შონლანი დეკორატიულ ყვავილებს ამზადებს, რომლებიც გიგანტურ დეკორატიულ ფიგურებს დაამშვენებს. ყვავილების დამზადებას სექტემბერში ვიწყებთ, თავად პროცესი კი ბევრად უფრო ადრე. ორიგინალური ხედვის ჩამოყალიბებით იწყება. ორგანიზატორები ქმნიან წლის ფესტივალის მთავარ თემას. სამხატვრო ხელმძღვანელი მსახიობებთან ერთად წამყვანი ფიგურების შექმნაზე მსჯელობს და ვიზუალურ გამოსახულებასაც აყალიბებს. მარდიგრას სამყაროს საამქროში მხატვრები ასობით ფიგურას ქმნიან, რომლებსაც ბოჭკოვანი შუშით ან პლასტიკური მასალით დაამზადებენ. ზედაპირზე კი წყალსა და ფქვილს გააზავებენ. მარდიგრას სამყარო პარალელურად მუზეუმიც არის და სახელოსნოც, სადაც ტურისტებს ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების ნახვა შეუძლიათ. ნიუ-იორკელ სტუმრებს კი ფიგურების მოქმედებაში ხილვა სურთ. მეუბნება, რომ ფესტივალით ვერ ვისიამოვნებთ და მეც დავეთანხმე, თუმცა ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ფერთა საოცარი სიუხვეა და ყველაფერი ძალიან სასიამოვნო. მარდიგრას სამყარო ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბლეინ კერნმა 1947 წელს დაიწყო. მისი შვილთაშვილი ბრაიანი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ დაარსების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თავდაპირველ დეკორაციებს 12 ადამიანის გადაყვანა შეეძლოთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლანდელი მოდელებით ხშირად 250 ადამიანის კი გადაყვავს. მამაჩემი, რომელიც მარდიგრას დიდი ენთუზიასტი იყო, ყველაფერს უფრო დიდ ფორმას, მეტ სილამაზესა და სიმსუბუქეს აძლევდა. ამ ტრადიციის გაგრძელება ჩვენი მოვალეობაა. სწორედ ეს ორიგინალური დეკორაციები და საინტერესო ქორეოგრაფია ახალი ორლეანის 150 წლოვანი კარნავალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფესტივალისა და დეკორაციების წყალობით ახალი ორლეანი ტურისტული ქალაქია. ყველაფერთან ერთად მარდიგრა ჩვენი ქალაქის ხასიათს განსაზღვრავს. 1800-იანი წლებიდან ეს ტრადიცია ამ ქალაქის ნაწილია. მთლიანობაში ამერიკულ კულტურას შესანიშნავი ინგრედიენტი ემატება ყოველწლიურად იქ 40-50 ადამიანი წლის დასაწყისში სწორედ მარდიგრაზე დასასწრებად ან მონაწილეობის მისაღებად ჩადის და ადგილობრივ ეკონომიკას $1 მილიარდ წენს. იმიტომ რომ მოლოდინი არავის გაოცრუან, მხატვრები დაუღალავად იღწვიან. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. კაზინოების სიუხვითა და თვალის მომჭრელი კარნავალებით გამორჩეულ ლას-ვეგას ტურისტები წლის ნებისმიერ დროს უხვად ჰყავს. თუმცა ქალაქში გამართულმა ელექტრონული პროდუქციის გამოფენამ სანახაობებით განებივრებული დამთვალიერებელიც კი გააკვირვა. ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში ახალი ელექტროტექნოლოგიების შოუ გაიმართა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ყოველწლიური საუნხმარებლო ელექტრომოწყობილობების გამოფენა წელს მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აქ შეგეძლოთ გენახათ როგორც მოცეკვავე რობოტები, ასევე პოპ მუსიკის ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი.
აქ ასევე შეხვდებოდით მოთხილამურეებს, რომლებიც ბატუტზე ხტომით ართობდნენ საზოგადოებას. ეს უფრო მობილურ ელექტრომოწყობილობებზეა მოთხოვნა. აქ წარმოდგენილია საოცარი ენერგიით დამუხტული პროდუქცია, ახალი iPad-ები, IoT რიდერები, smartphone-ები. ამ პროდუქციის ნაწილი თავისი ულტრათანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ამ პროდუქციის ნაწილი ულტრათანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ეკრანის მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ ასფალტს, რომელიც ნამდვილი ასფალტის შეგრძნებას იძლევა. გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორის დეივიდ რაისის თქმით, დინამიკური ეკრანების ახალ თაობასთან ხელით შეხებისას თქვენ მათ საპასუხო შეხებას გწნობთ. ამ შოუზე ყველაფერი უმაღლესი ტექნოლოგიების სფეროდან არის წარმოდგენილი. მაცივრებიც კი, რომლებსაც ლუდის გაყინვა სულ რაღაც 5 წუთში შეუძლია. ამ მოწყობილობამ დამსწრე საზოგადოების ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ სპეციალური პრემიითაც კი დააჯილდოვეს. კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა მაგიდა, რომელიც ფაქტიურად უზარმაზარ კომპიუტერს წარმოადგენს. და ბოლოს, გამოფენის კიდევ ერთი სიახლე იყო ფირმა Samsung-ის მიერ დამზადებული ულტრათანამედროვე და სიფრიფანა მგრძნობიარე ტელევიზორი, რომელიც სახეზე სცნობს საკუთარ მფლობელს. ასეთი ტელევიზორის ქონა ალბათ ყველასთვის კარგია, რადგანაც თქვენი ნებართვის გარეშე მოცეკვავე რობოტს არ შეეძლება ტელევიზორის სხვა არხზე გადართვა. ამერიკის ხმის 70 წლის თავის აღსანიშნად მიიღეთ ჩვენი სპეციალური საჩუქარი. მოგწერეთ და ქართული რედაქცია ვაშინგტონიდან 2012 წლის საიუბილეო კალენდარს გამოგიგზავნით. ჩვენი იმეილია amerikisxma@voanews.com. ველით თქვენს გამოხმაურებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე 3w.amerikisxma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.